ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, არ ვიცი, აი მართლა ხრთოვანებული ვარ ამდენი მადლიერებით, ვინც კომენტარებს მიწერთ, ვინც პირადში მწერთ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. იმ სიტყვისთვის, იმ სიყვარულისთვის, იმ მადლიერებისთვის, აი არ ვიცი, მართლა აი ალბათ ესმავსებს და აი რა מחალისებს რა ყველაზე მეტად და აი ეს სიტყვა, აი ეს ყურადღება და აი ეს მე ვფიქრობ რომ ზრუნვა, რომ არ მტოვებთ თითოეულ ვიდეოს არ ტოვებთ ისე რომ რაღაცა თბილი არ დამიწეროთ და რაღაცა დადებითი არ დამიწეროთ. ჩემო ძვირფასებო, განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს. ძალიან დიდი მადლობა. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მე არ მომბეზრდება ამაზე საუბარი, არ ვიცი, როგორც აი ვფიქრობ ხოლმე რომ კიდე რითი შეიძლება გამოვხატო მათ დამი დამოკიდებულება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაც შემიძლია ვაკეთებ, მაქსიმალურად ვეხმარები თითოეულ თქვენთაგანს და აგერ კი ხედავთ რომ მე აქაურებმა არ მიწყინოთ, აქაც რას ლაპარაკობთ. იგივენაირად ყველა პაციენტი, ჩემთვის პაციენტია, მაგრამ ნახეთ, ემიგრაციაში მყოფი, რომელიც 4 კედელში აწყდება და იმას გზა არ აქვს გასაქანი და იმას დღეს სჭირდება კონსულტაცია, რა თქმა უნდა, რომ იმავე დღეს ჩაუტარებ, თუ არა მეორე დღეს აუცილებლად. ამიტომ მე საჯარო გაშლებზე ნამდვილად კი ბატონო ვერ ვდებ, ვერც რეიტინგის გამო ვერ ვდებ ესე ხშირად ვიდეოებს, ვერც TikTok-ზე და ვერც YouTube-ზე. მე მაპატიეთ, მაგრამ მე მისმის რომ ელოდებით, მაგრამ მირჩევნია, ვინაიდან ჩემი გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, მირჩევნია პირადი კონსულტაცია ჩავატარო, აქ თანხა არაფერ შუაში არ არის, ვინც მიცნობენ იციან, ადამიანი, რომელსაც იმ წუთას უჭირს, იმ წუთას თუ არ დაეხმარე, შეიძლება მან მით უმეტეს ემიგრანტმა არასწორი ნაბიჯი გადადგას მეორე დღეს, მესამე დღეს და შეიძლება საერთოდ ისეთი შედეგებითაც დაასრულოს თავის ჯანმრთელობას ავნოს, ხო? ამიტომ ყველაფერს გადავდებ, წმენდაც გადამიდია, ჩაკეტვებიც გადამიდია, ყველანაირი საქმე გადამიდია, როდესაც ემიგრანტ ჭირდება დახმარება და კონსულტაცია. აუცილებლად და ეს ყოველთვის ესე იქნება. ამიტომ მე მესმის რეიტინგის გამო მე ვიდეოებს არ ვდებ, მე იმისთვის ვდებ, რომ საჯაროზე ვინმეს დავეხმარო და ვისაც ვეხმარები, ძალიან კარგი თუ ვეხმარები. ასე რომ მე აქ არც არაფერი მე რიცხება, არც TikTok-დან ჩემო ძვირფასებო, არც YouTube-დან, არც ვინტერესდები ამით, ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, ვაკეთებ ამ საქმეს. რეიტინგის გამო არ დავდებ ვიდეოებს ნამდვილად, რა ვიყო ნუავა გარკვეული ნახვამდე, რა ვქნა, ვინც უყურებს, ვინც მიცნობს, ის ისედაც მიყურებს და იმან ისედაც იცის ვინ ვარ და რა ვარ. კარგით, მოკლედ, რა თქმა უნდა, მწერთ პირადში, ტელეფონის ნომერზე, რომელიც ბოლოში ამითითებული, YouTube-ზე ვინც ნახავთ, TikTok-ზე ვინც ნახავთ ამ ვიდეოს, პირადში მომწერეთ და მე თვითონ დაგამატებთ. WhatsApp-ი, Viber-ზე. მოკლედ, პარტნიორის დაბრუნება, ვნახოთ, მე მგონი რომ ძალიან საინტერესოა, მე მგონი რომ აი და კიდე ვინც გააკეთეს წმენდები ჩემთან, ჩაკეტები, ვნახოთ რა ხდება, რა თქმა უნდა ზოგი საქმე ჯერ დასრულებული არ არის, შუაში ვართ, მაგრამ ვნახოთ, ხო, მე მგონი რომ ყველას გაინტერესებს პარტნიორის დაბრუნება, რა იქნება, დაბრუნდება თუ არა, თქვენი პარტნიორი, ვნახოთ. ძალიან საინტერესოა, მინდა მოგისურვოთ ვიდეო, რომ მე უკვე კონსულტაციები მაქვს, აი რომელი საათია, ეხლა ღამის 12-ის 11 ხდება უფრო სწორედ და რა ხდება, როგორ ამოხტარა აუ რა გაბრაზებული სიტუაციებია, როგორი ნაჩხუბრები ხართ, გავგიჟდი, გვიანია, გვიან გიწირთავთ, მაგრამ კარგით, ნახოთ, სიტუაცია თქვენ ორს შორის, რა ხდება. საერთოდ რას ფიქრობთ ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით, ჩაიფიქრეთ, ხო? ამ ადამიანის სახელი და გვარი, მამაკაცებო, უღრმესი მადლობა თქვენ, ვინც მიყურებთ, საპირისპიროდ მოირგეთ, ხო? ძალიან ბევრი მამაკაცი მყავს წმენდებზეც, ჩაკეტვებზეც და ძალიან მიხარია, რომ ასე უჯერებენ სამყაროს და ასე სჯერათ. და რა თქმა უნდა, სწორადაც ჯერათ. იმიტომ რომ სამყარო თუ არ დაალაგებს, კი ბატონო, ჩვენ როგორ არა იმას კი არ ვიძახით, დაალაგდება სიტუაციები და თვითონაც დაალაგებს, მაგრამ ხელს თუ არ გავანძრევთ, არც არაფერი დაალაგდება, ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცებს უფრო ისმით ეს და უფრო მიჯერებენ ვიდრე ქალბატონები.
კარგი სიტუაცია თქვენ ორ შორის. ფიქრი ეხლა ამ სიტუაციაზე რა მოხდა? რა პროცესში იმყოფებით კონკრეტულად თქვენ ეხლა ამ ადამიანთან დაკავშირებით? შემდგომ დაბრუნდება თუ არა თქვენი პარტნიორი? ყველაზე საინტერესო ეს არის. და ბოლო რჩევა მე დასტები გავამზადეთ, რომ აღარ დამეკარგა და როს რჩევა. აბა ნახოთ რა ხდება. მაგარი გაბრაზებული სიტუაცია. პაჟი რაინდის, იქ მეფე ამოხტა ხმლების. ნახოთ. როლი გასტით, როგორც პირადზე მუშაობ, ასე გიშლით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს ვიდეო და მინდა რომ სრულყოფილი პასუხი მივიღოთ ყველამ, ხო? სიტუაცია თქვენ ორ შორის. არ ვიცი. სამყარო და მაგი. უკვე სიტუაცია. კოშკი, სამყარო, მაგი, ხუთიანი თასები, თავჩაღუნული მეფე თასების, ცუდად მყოფი და ბოდიში თან მესჯი მოვიდა და ავიხედე და ამ ყველაფერთან ერთად გაცამტორებული სიტუაცია, ემოციებისგან განულებული სიტუაცია და რთული მდგომარეობა, ძალიან ურთულეს მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. აქ არ არის უბრალო სიტუაცია, აქ არ არის ერთდღიანი და ორდღიანი სიტუაცია, აქ არის წლების მდგომარეობა, აქ ზოგთან შეიძლება ქმრის წასვლაც არის. ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ სამყარომ მაინც ისე გააკეთა, როგორც თვითონ სურდა. ეხლა რას ნიშნავს ეს? განა ის მომენტი, რომ ურთიერთობა დასასრულე ჯერ ნახოთ დაბრუნდება თუ არა, ხო? მაგრამ ეხლა ამ წუთას სიტუაციას გვეუბნება რა სამყარო? რომ ზუსტად როგორც მე ჩავთვალე საჭიროდ ისე დავახსრულე და დავხურე. კოშკის არკანით ჩამოიმხო სიტუაცია, ესე იგი ნახეთ რა მოხდა. კი ბატონო, ტარო არის ენერგია, მაქსიმუმი არის 1 თვე, არავინ არ მოგატყუთ 6 და 8 თვე. 1 თვე, კი ბატონო, შეგვიძლია რომ რეზონირება იყოს, მაგრამ როდესაც ასეთ სიტუაციაში გვეუბნება სამყარო, რომ მე დავხურე, დიახ, მე ისე ჩავთვალე საჭიროდ, მით უმეტეს მაგი ხართ და მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც მიყურებთ, აქ პლუს ხუთიანი თასები, საჭირო გახდა ესე. ნახეთ, განა ის რომ დაშორდით საბოლოოდ, სწორად მინდა გაიგოთ. განა ის რომ სულ დაშორდით ადამიანს, არა. უბრალოდ ნახეთ რა მოხდა, ცოტა ხანი დაპაუზებულ სიტუაციას უყურებთ, იმიტომ რომ რაღაცა არაადეკვატური რო არ გაგიკეთებინათ, რაღაცა არაამქვეყნიური რო არ გაგიკეთებინათ, რომელიღაცისთვის ტკივილი რო არ მიგეყენებინათ, შესაძლებელია ფიზიკურით, ანუ თლად საშინელ მდგომარეობაში რო არ გადავსულიყავით და არ ჩაგეხოცათ, ჩაგეკლათ, ისედაც ჩახოცილები, ნაჩხუბრები ხართ. აი სამყარომ რა გააკეთა, უცბად გააშეშა სიტუაცია, უცბად დააპაუზა სიტუაცია, რომელიღაცა თქვენგანი გაჩერდით, რომელიღაცა თქვენგანი მიხვდა, რომ უკვე არაადეკვატურ მდგომარეობაში გადადიოდა ურთიერთობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი, ეს იყო მიზანმიმართული სამყაროსგან და ზუსტი და სწორი ნაბიჯები. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, ეს არ გეგონოთ, რომ დასრულებული არა, დროებით დაპაუზდა, იმიტომ რომ კიდე ერთმანეთისთვის მეტი ტკივილი არ მიგეყენებინათ. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით მისი ფიქრები. ძალიან ბევრი კოლეგა მიყურებს აქ და ძალიან სასიამოვნოა, ალბათ ჩემი მოსწავლეებიც. გული მიგრძნობს, ხო? ძალიან რომ მიყვარს ჩემი მოსწავლეები. ყველა განურჩევლად ჩემო ძვირფასებო და მისი ფიქრები შოკში ვარ. სრული შოკი მაქვს ჩემო ძვირფასებო. შეშინებული, ძალიან დიდი შიშებით. ის მომენტი რო გკარგავთ, ის მომენტი რო ხდება რომ უკვე დასასრულს უახლოვდება სიტუაცია, გადავიდა განდეგილში. განდეგილის მერე დაიწყო ისევ რვიანი პენტაკლებით გარკვეულ საკითხებზე მუშაობა. ოღონდ ეხლა როგორ ეკადრებათ, ხო? მამაკაცებს განსაკუთრებით, რომ
ან მოიხადონ ბოდიში, ან მობრუნდნენ. შესაძლებელია ქალებიც, ვინც მამაკაცები მიყურებ, ეგ გააკლია, ან ბოდიში მოიხადა, ან რამე, ვითომ რაღაცას აყვარებს, ვითომ რაღაც სიტუაციებს ალაგებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი ვერ გამოუვიდა, გადავიდა განდეგილში. ამ დროს მონატრება აქ თავის თასების დედოფლის ვერც მალავს, აგერ ორი დასტით ჩემო ძვირფასებო. უტყუარი ისედაც არც უნდა ამას ახსნა, იმაგაზე არც ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა ვინც უყურებს, მე პირდაპირ გადმოდიან ხოლმე პირად კონსულტაციებზე ჩემთან, აი ეგრევე ვინც უყურებს, ყველა მიცის, რომ იმიტომ რომ აი ეს არის სწორი. და სწორი კი ბატონო ერთი დასტითაც, მაგრამ აი ესეთი მნიშვნელოვანი გაშლა, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია რაიდერიც იყოს აქ. კაცრია, მაგრამ სწორი. და ზუსტად სწორად გვეტყვის, ტყუილი მეც არ მოგცემს. ზღაპრების ყურება ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ შეხვიდეთ და ასკროლოთ ბევრია. და ჩემო ძვირფასებო, სამწუხაროდ გადავიდა დეპრესიაში, გაწვა ეს მკვდარზე ვენოკი. სუფთა მკვდარზე ვენოკი ისე ცუდად არის, ისე განიცდის, ისე ენატრება თავის თასების დედოფალი, ისეთ მდგომარეობაშია თან გაბრაზებული. ესე იგი რა მოხდა? ნახეთ, თვითონაც ვერ გაიგო რა მოხდა. აი ვითომ რომ რაღაცას რო კაცობენ და ვითომ რომ რაღაცა მაგრები ვართ და არაფერიც, უაზრო რაღაც გამოიჩხუბეთ, უაზრო რაღაც თემების გამო დაშორდით, აი ახლა ნანუც განიცდის ამ საკითხზე, თითქოს ხან მუშაობს ხან არა, მაგრამ არაფერიც არ გამოსდის. ძალიანაც კარგი, ამიტომ უნდა დაუფიქრდეს ადამიანი რას აკეთებს, რომ ისე არ უნდა ვატკინოთ ერთმანეთს, რომ უკან მოსახედი გზა არ დავიტოვოთ, მიხვდით? ისე არ უნდა ატკინოთ, ნახოთ თქვენი მხრიდან დამოკიდებულება მის მიმართ. ეხლა ვერ მოგატყუებთ ჩემო საყვარლებო, ვინც მიყურებთ, არ გამოურიცხავა აქ, რომ ძალიან ბევრმა, ნახეთ, შანსი მისცეთ. და სულელის არკანით კიდე რაღაცა თავიდან დაიწყოთ, იმიტომ რომ აი ეს მარტოობა ძალიან გაგიჭირდათ მის გარეშე, ძალიან განიცდით ჩვეულებრივად კრიზისში იმყოფებით თქვენი მხრიდან, ასევე ნოსტალგიებში იმყოფებით, ძალიან გენატრებათ. ამიტომ მე რო გითხრათ, რომ ახლა მოგატყუებთ და ესე გეტყვა, არაფერსაც არ გეტყვით, ისედაც მიჩანს აქ თქვენ როგორ განიცდით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ერთ ჩანს, იმიტომ მაინტერესებდა, თქვენ ერთ ჩანს მისცემდით, მიხვდით ადამიანს. ერთი წუთით მემაპატიეთ. სლავე. თქვენ ერთ ჩანს მიცემდით ადამიანს, მისჭები ამყარა და ავწიეთ, მე რეკავენ ხოლმე. ნახეთ, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ძალიან ბევრმა თუ პიროვნება გამოვა კონტაქტზე, თუ პიროვნება მიხვდა აი ამ სიტუაციები გაანალიზა და მიხვდა რაც დააშავა, მე ვფიქრობ, რომ თქვენ აქ შანსს მისცემთ, მიუხედავად იმისა, ადამიანი არ იმსახურებს, არანაირად არ იმსახურებს თქვენ პატიებას, მაგრამ თქვენ აქ შანსს მისცემთ. ნახოთ დაბრუნდება თუ არა. ძალიან საინტერესოა. და რა თქმა უნდა, ამაზე ყველა ვარიანტში დამატება დამჭირდება, არკანების ერთი წუთი ჯერ გეტყვით. ეხა ერთი ვარიანტი როგორია? ერთი ვარიანტი არის ის, რომ ვისაც სექსუალური ურთიერთობა გქონდათ. კარგად გაიაზრეთ ეხა რასაც ვიძახი. ვისაც სექსუალური ურთიერთობა გქონდათ ინტიმური, ოღონდ აქ კიდევ იმურებ არ მაქვს ლაპარაკი, მხოლოდ სექსი რო იყო, აქ არის მთელი გრძნობა, მთელი ქიმია, მთელი ემოცია და მთელი რტოლვა, ხო? აი, ვისაც ეს ურთიერთობა გქონდათ, მე გეტყვით, რომ ეს ადამიანი შანსია რომ დაბრუნდეს, თუ თქვენზე მიჯაჭვულობა გქონდა სექსუალური და როგორც ქალი თქვენ მას ძალიან იზიდავდით. მაგრამ მეორე ვარიანტისთვის, ანუ ორ ვარიანტად გამოვყოფთ რა ვიდეო გაშლას, ანუ ვიდეო კონსულტაციას თუ რაც ქვია საჯარო გაშლას, მეორე ვარიანტისთვის მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი ისევ ჩაკეტილ მდგომარეობაში არ ვიანის ჩიხებშია ისე და ეტლის არკანით სფინქსები როდის აბრძანდებიან და როდის მოისურვებენ გზის განვრცობას, ხო, არავინ არ იცის. ამიტომ მეორე ვარიანტისთვის მე ვფიქრობ, აი ეს რვიანის ჩიხები არ გამოურიცხავ, რომ აქვისთანაც მესამე პირი იყო, ზოგთან ჯერ კიდევ ისევ დასაბლოკია. ან ხო ხვდებით ბლოგში ჩასაგდებია. კი ბატონო, ვინც ახლა უკვე გაიგზავნე ხო, ვინც იცის ჩვენთან, ვინც
ასე ვთქვათ, მუშავია ჩემთან და ვისაც დაჭიროებია ჩემი დახმარება, კიც როგორ ვმუშაობ, ვისთანაც ჯერ არ მისულა, ხო, ეს ანუ ამანათები აქედანაც იგზავნება ემიგრანტებისთვისაც ჩვეულებრივად, ჩემო ძვირფასებო, ჩვეულებრივად გზავნი აქედან, ამიტომ რაც საჭიროა დაცვა არის, ეს საჭირო ჩაკეტვები არის, რაც არის, ყველაფერს ჩვეულებრივად, ამიტომ ვისთანაც ჯერ ახლა დავიწყეთ მუშაობა, ზოგი ისევ რვიანის ჩიხშია. ამიტომ ეს სიტუაციაც გამოვა და აი ვისაც საერთოდ არც მინდა გაგიკეთებიათ და არც დაცვა ჩემი ანუ რა ჩემთან და არავინ მოსულხართ და მსგავსი რამე არ გაგიკეთებიათ და არც მესამე პირი დაგვიბლოკია, არ თქვენი დაცვა, თქვენი წმენდები არ გამიკეთებია, ჩათვალეთ, რომ ისევ აი იმყოფებით აი ამაში. თორე კი ბატონო, ეხლა რა თქმა უნდა, თქვენს ყვეტავთ და თქვენ ნება მე რა უფლება მაქვს დაგაწალოთ, ხო? პირდაპირ გეუბნებით, პირდაპირი მნიშვნელობით აქ სიტუაციები შეიძლება გამოძრეს, სიტუაციები კიდე ამ ყველაფერთან ერთად სექსუალური მიჯაჭვობაც არის გამოვიდეს, კონტაქტზე და დაბრუნდეს. ჩვენ ნახე კონტაქტი არ გვინდა, დაბრუნდება თუ არა პარტნიორი და ზოგთან აი ისევ ისე რვიანის ჩიხი, ისევ ისე ჩაკეტილობა, ისევ ისე მესამე ან მეათე პირი თუ მეცხრე, რა ვიცი მე, ან შეიძლება საერთოდ სხვა მიზეზია, ხო? თუ არ ჩავშალე, ვერც გავიგებ კიდე, პირადი ეხლა ეს არის საჯარო გაშლა ის TikTok-ზე უყურებს 4000 რაღაც ადამიანი, YouTube-ზე უყურებს 2000 რაღაცა ხო 3. ანუ აქედან წარმოიდგინეთ, შეიძლება რეზონირდეს 70-80 ადამიანზე. ამიტომ პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს, ხო ხვდებით, რა თქმა უნდა, ჯობია ერთი პირადი გაშლა, რომ ყველაფერი ვნახოთ. კარგით, კიდე დავსავ შეკითხვას, დაბრუნდება თუ არა. ესე იგი აღარ მიშვებს რა, გეტყვით. მუშაობის პროცესი მიმდინარეობს. რაღაცას გთხოვთ, არ არის გამორიცხული, რომ თანათიანი თასები მაქვს ერთი წუთით. დაბრუნდება თუ არა თქვენი პარტნიორი. ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში და სადაც რა ვიცი მე დაცვრება, თქვენი WhatsApp-ი აქვს თუ Instagram-ი აქვს თუ Messenger-ი აქვს, ყველგან გიყურებთ და ნახეთ როგორ გითვალთვალებთ, შეხედეთ, პლუს ამას ეს რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, გაიმზადეთ, იმიტომ გითხართ ერთ ვარიანტზე ესე რეზონირდება, რომ ეს ადამიანი გაინწრება, მართლა ადგება რაღაცა ტვინი გადაუბრუნდება, კი ბატონო, არ გამოვიცხავ აქ წმენდებიც უკვე ნელ-ნელა ტვინი რო უსუფთავდებათ, ნელ-ნელა გოსმოდიან ხოლმე. ეხლა რაიდერში რომ ამოსულიყო შეყვარებულების არკანი ვიტყოდი, რომ ბარიერებია, მაგრამ არა, რადგან აი მეორე დასტაში ამოვიდა ტექსტურის ტაროში, შეყვარებულები აქ პირდაპირ მნიშვნელობით აი ამ გრძნობას ნიშნავს, რაღაცა სიზეიმებთ, კი ბატონო, აქ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პროცენტულობა შერიგდება, იმიტომ რომ დაბრუნდება პარტნიორი, უბრალოდ ცოტა დრო ვაცადოთ. ძალიან არის ეხლა გაბრაზებული თქვენზე, პლუს ამას თქვენს გაბრაზებული, განერულებული, მაგრამ მუშაობის პროცესშია, შეხედეთ, მუშაობის პროცესში, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს. ნახოთ რჩევაში. ეხლა ნახეთ, რას გირჩევთ ტარო. კი ბატონო, მარტოობიდან უნდა გამოხვიდეთ. კი ბატონო, ის რომ კი გვიან როგორ, ანუ მე სიგნიფიკატორი არის დამსახელებ, ეს სიტუაცია ავხსენით თავიდან. ეხება ეს განქორწინებულ წყვილებსაც, ეხება ეს ქალბატონი ქორწინებაში მყოფი დაშორებული და პარალელურად შეიძლება თავზე ასაკი კობრივი სხვაობაც იყოს ბიჭთან დაკავშირებით, კი ბატონო, ერთგვარად ამათაც ეხებათ, ასევე პირიქითაც შეიძლება იყოს, ამიტომ რჩევაში ნახეთ ტარო რას გეუბნებათ თქვენ. თქვენი ემოცია ამ წუთას არის განულებული. ამიტომ აუცილებლად ეს უნდა დაძლიოთ. აი ეს მარტოობის სიტუაცია ცოტა ხანი უნდა დაძლიოთ, იმიტომ რომ ეს გზა თქვენი გასავლელია. თქვენ მაგივრად ამ გზას ვერავინ ვერ გაივლის და ყველაზე მთავარი ილუზიებიდან გამოდით. აუცილებლად გამოდით ილუზიებიდან. ეხლა მე ვნახავ კიდე რას გირჩევ, მაგრამ ეს იცოდეთ, რომ ბრძოლა კიდე წინ არის. ომი ჯერ არ დამთავრებულა, მიხვდით, ვისაც მithumetes ომი იყო მესამე პირთან და არის. ამიტომ აქ მიმდინარეობს სიტუაცია ბრძოლების და ტარო გეუბნებათ, რომ უბრალოდ ილუზიებს ჩამოშორდით, რეალურად იფიქრეთ, ტვინი ჩართეთ, გონება ჩართეთ და ემოციებისგან განულდით, იმიტომ რომ მისთვის ეს ენერგეტიკა მას და თვითონ ძალიან კარგად არის, იმიტომ რომ თვითონ იფსება. ნახოთ რას გირჩევთ. კი, ტვინით იმუშავეთო და ტვინით მიიღეთ გადაწყვეტილება, აი ნახეთ. კი ბატონო, ძალიან გეტკინათ გული, კი ბატონო, ძალიან რთული სიტუაცია იყო, მაგრამ შეხედეთ, გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებთ, აქ შეიძლება საერთოდ დაშორდეთ, არ არის გამორიცხული, მაგრამ ძალიან ბევრი მე ვფიქრობ, რომ აქ არ დაშორდება, პირიქით, აი რა გვისრულებს, ახალ შანსს მისცემს ურთიერთობას. აი ეს არის, ამიტომ ეს არის ტაროს რჩევა, ჩემო ძვირფასებო,
პარტნიორის დაბრუნებასთან დაკავშირებით ორი ვარიანტია და აგიხსენით როგორი ვარიანტია, ამიტომ ყველა ვარიანტში ველოდებით, გადაწყვეტილება რაღაცა მე მესმის, ეხა შეიძლება ხო რომ მითხრათ, რომ იცი რა არის, მე ესე არ შემიძლია და მე მინდა რომ ვინმე შევხვდე. შეხვდით ჩემო ძვირფასებო, მიდან მივწერო, მიწერეთ. კი ბატონო, გაიცანთ, მაგრამ რაღაცამის გარინაბიჯი და არასწორი არ გადადგათ ისეთი, რომ მე სანანებელი გაგიხდეთ. განა ვინმეს გამო, კიდევ ვიმეორებ, თქვენი თავის გამო. თქვენს გამო ვიძახი ამ ყველაფერს, თორე იმის გამო კი არა ის რას იფიქრებს, იმას თავი დავანებოთ, კაი. თქვენ არ უნდა გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომ თქვენვე ინანოთ, თქვენვე გეტკინებათ და თქვენი გრძნობთ თავს დამნაშავეთ, თორე კი ბატონო, საერთოდ ვერ გაიგებს ის ადამიანი, ხო, ზოგიერთი მეტყვის ეხა უცბად არ გაიგოს. არ გაიგებს, მაგრამ თქვენ რომ აღლა იყურებით, თქვენ ხო გინდათ რომ მართალი იყოთ. შეხვედრას და საუბარს წინ არაფერი უდგას, რაც ლაპარაკობთ. ადამიანები ვართ და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. მით უმეტეს ახალ-ახალი ადამიანები ამაში გვეხმარებიან, მაგრამ მცდარი ნაბიჯები არ გადავდგათ, მეტად არ შევტოპოთ, მიხვდით, ისაუბრეთ, შეხვდით, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ეს იქნება ჩემი პირადი რჩევა. რა თქმა უნდა, ტაროს რჩევასთან ერთად. ეს იყო ჩვენი საჯარო გაშლა ჩემო ძვირფასებო, ასე რომ კომენტარებში გელოდებით, პირად გაშლებში გელოდებით, მომწერეთ და რით შემეძლება აუცილებლად გვერდში დაგიდგებით და ასევე ხმარები ყველას და თქვენსაც დაგეხმარებით. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, განსაკუთრებული მოკითხვა და დიდი მადლობა ემიგრანტებს მადლიერებისთვის და ნდობისთვის. ეხლა გემშვიდობებით, დროებით და პირადში მწერთ, ან მიტოვებთ ნომერს, როგორც გნებავთ, პირდაპირ ნომერს და მე დაგამატებთ WhatsApp Viber-ზე, წმენდები ტაროს სრული კურსი ჩაკეტვა მესამე პირის და ასევე ჩიხში ჩაგდება ზოგადად გარეშე პირების და ნეგატივისგან გაწმენდა და აბსოლუტურად გათავისუფლება. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა დროებით.